როგორც მოგეხსენებათ, საპარტნიორო ფონდი დღევანდელ გამოშვებაში საკმაოდ დიდი დოზით ყავს წარმოდგენილი. ილია ღლონტე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და გაგვაცნობს ძირითად ასპექტებს, რომელზეც ყურადღება მან დავით საგანელიძესთან ინტერვიუს დროს გაამახვილა. ისმენთ ილია. გამარჯობა სანდრო, დასრულდა სტარტაპ საქართველოს პირველი ეტაპი და ახლა საპარტნიორო ფონდი მეორე ეტაპის სამზადისშია. ბატონ დავითთან ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ სტარტაპ საქართველოს პროექტზე, იმ მოლოდინებზე და პერსპექტივებზე, რომელიც პროექტს გააჩნია. თუ რა გეგმები აქვს საპარტნიორო ფონდს სამომავლოდ, ვნახოთ ინტერვიუ. მოგესალმებით ბატონ დავით, ჩვენი საუბარი მე მინდა დავიწყო სტარტაპ საქართველოზე, რომელიც პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით და იყო თუ არა რაიმე სიურპრიზი თქვენთვის, ან რაიმე იმედგაცრუება ამ პროექტიდან გამომდინარე? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ არა მარტო ჩვენი ფონდისთვის, პირადად ჩემთვის, არამედ მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისთვის ყველაზე საინტერესო პროგრამით დაიწყეთ საუბარი. იმაჩნია, რომ სტარტაპ საქართველოს ეს არის ძალიან დროული, ქვეყნის განვითარებისთვის მეტად საჭირო და რაც თავარია იმ დიდი პრობლემის მოსაგვარებლად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რასაც ქვია ახალგაზრდების ჩართვა, ახალ თემებში ინოვაციების წამოწევა, მაღალტექნოლოგიური პროექტების განვითარება ქვეყანაში და ეს იყო ჩვენი მთავრობის და კერძოდ პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პროექტმა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ვიყავით ჩასულები, მივაწოდეთ ინფორმაცია მოსახლეობას და ველოდით მათგან გარკვეულ აქტივობას, აღმოვაჩინეთ, რომ ბევრად უფრო საინტერესო ყოფილა ეს პროექტი მოსახლეობისათვის, ისეთი დიდი ტალღა შემოვიდა, თუმცა მივიღეთ და მხოლოდ 720 განაცხადი, იმიტომ რომ ჯერჯერობით პირველ ეტაპზე ხას უსვავ 1 აგვისტომდე, იმიტომ რომ გარკვეულად ეთყობა მაინც არ იყვნენ მიჩვეული, როგორი ფორმით უნდა მოეწოდებინათ განაცხადები, როგორ გაეკეთებინათ ბიზნესები. ანუ ეს შეიძლება ესეთი რომ მეორე და მესამე ეტაპი უფრო მეტი განაცხადი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მათთან გავიარეთ გარკვეული გასაუბრებები, გარკვეული მოსამზადებელი სამუშაო, ამიტომ პროექტების ძალიან დიდი ნაწილი ახლა მზადდება კიდევ და მუშავდება. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ გამოყოფილი იყო 11 მილიონი ლარი ჩვენი საპარტნიორო ფონდის მიერ, 1 მილიონი გამოყო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, 12 მილიონი ჯამში. ორი მიმართულებით ვითარდება ეს პროექტი სტარტაპ საქართველოს. ერთი არის მაღალტექნოლოგიური დარგი, რომელიც 2 მილიონის ბიუჯეტს მოიცავს და მეორეა ინოვაციების მიმართულება, რომელშიც 10 მილიონს ჩვენ გამოვყოფთ. შინაარსი პროექტის არის ისეთი, რომ იდეის ავტორი გამარჯვებული დევს მხოლოდ თანხის 10%-ს თანამონაწილეობას 10%-ით, დანარჩენს დევს მთლიანად საპარტნიორო ფონდი და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ 10%-ია მისი ფულადი კონტრიბუცია ავტორის, 50% მინიმუმ განესაზღვრება მისი მონაწილეობა იმ საერთო კომპანიაში, რომელსაც ჩვენ მათთან გავაფორმებთ და მაღალტექნოლოგიების ნაწილში შესაძლებელია, რომ 90%-იც იყოს მათი მონაწილეობა კომპანიაში, მიუხედავად იმისა, რომ 10%-ით ან ხანდახან 0%-ითაც კი მონაწილეობდნენ თანადარგებლად. ბატონ დავით, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ კონკრეტულად ჯიტამ უკვე დაანონსა ამ პროექტის მეორე ნაწილი, მეორე ეტაპი. მე მაინტერესებს იქნება თუ არა იგივე მეორე ეტაპი გამოცხადებული ინოვაციური პროექტებისათვის და როდის იქნება ეს თუ საიდუმლო არ არის? ჩვენ ეს გამოცხადებულიც გვაქვს, ცალკე გამოცხადებას ვფიქრობ, რომ აზრიც არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვით, რომ პროექტი და განცხადებების შემოტანა ჩვეულებრივად გრძელდება. უბრალოდ ჩვენ ვთქვით, რომ 1 აგვისტომდე შემოტანილი განცხადებები, რომლებიცაა პროექტები, ამათი განხილვა ცალკე მოხდება და პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოცხადდება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, როგორც თქვი და გამოცხადდა კიდეც მოგესალმებით, ეს პროექტები უკვე გამარჯვებულია ნაწილი და 37 და შესაბამისად რაღაც სექტემბრის ბოლომდე უკვე გამოყოფილიც იქნება თანხები, იმიტომ რომ დასაზუსტებელია იქ უკვე კომპანია უნდა შეიქმნას, დარეგისტრირდეს, თანხების გამოყოფა მოხდეს და ასე შემდეგ. და ავტომატურად გრძელდება უკვე სხვა შემოსული პროექტების განხილვა, რომლებსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ სექტემბრის ბოლომდე უკვე მეორე ეტაპის გამოცხადებულებს გამოვაცხადებთ. რამდენად ელოდებით, რომ ეს პროექტები
წარმატებული იქნებიან თუ რამდენი პროცენტი იქნება თქვენი აზრით წარმატებული, რამდენი წარუმატებელი, იმიტომ რომ ვიცით რომ სტარტაპებს ზოგადად ახასიათებთ ეგ ტენდენცია. ძალიან კაი კითხვაა, იმ მხრივ რომ ბუნებრივია სტარტაპებში ყველაზე მაღალი რისკები და ბუნებრივია ჩვენ აქ შორსა ვართ იმ მოლოდინისგან რომ 100%-ით ყველა პროექტი იქნება წარმატებული, რა თქმა უნდა, ზოგიერთი პროექტი ვერ მიაღწევს განვითარების იმ დონეს, რაც ბიზნეს გეგმაშია ჩადებული სამწუხაროდ, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ოპტიმიზმი საკმაოდ მაღალი გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ 2/3 პროექტების მაინც წარმატებული უნდა გამოდეს, რაც ძალიან მაღალი იქნება, მინდა გითხრათ სტარტაპებისთვის და მეც გეტყვით, რომ თუნდაც ერთი პროექტი რომ გამოდგეს ისეთი იმედი მაქვს, რომელმაც შეიძლება ქვეყანას არა მხოლოდ ავტორებს მილიონობით და ასეულებს მილიონობით მოგება მოუტანოს, იმიტომ რომ ასეთი ტიპის მაღალ ტექნოლოგიური თუ ინოვაციური პროექტები ხანდახან ძალიან დიდ მოგებებზე გადიან, ძალიან დიდ წარმატებას აძლევენ ქვეყანას. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთ პროექტებში ჩადებული ინვესტიციები ყველაზე მაღალ რისკიანია, თუმცა საბოლოო ჯამში შეიძლება ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი და წარმატებული.